ვიღაცას უნდა გაეკეთებინა. ვიღაც უნდა ამდგარიყო, კამერის წინ დამჯდარიყო და სერიოზულად გაეცამ საუკუნოვანი კითხვისთვის პასუხი. არა გრაუნდ ეფექტი ჯობია თუ ახალი რეგულაციები, არა სენა თუ პროსტი და არც ის, რა იქნებოდა 2022-ში შაპიტოთ სირკი რო არ ყოფილიყო ფერარი. დღეს ჩვენ გავიგებთ ვინ უფრო კარგი მრბოლელია. 4 გზის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი, თავისი თაობის ტალანტი, ადამიანი რომელმაც Red Bulls დიდება დაუბრუნა Max Verstappen-ი, თუ Pixar-ის ანიმაციურ ფილმ მანქანების ელვა მაკვინი. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ეს შედარება საკმარისად დიდი ხანია გონებაში მაქვს. იმაზე დიდი ხანი, ვიდრე დაასრულ ჯანმრთელ ადამიანს უნდა ჰქონდეს. და მზად ვარ ჩემი ყოველი შემდგომი წინადადება კბილებით დავიცვა ნებისმიერ თქვენთაგანთან. ყველაფერი უნდა დაიწყოს დასაწყისით, რადგან სანამ გაიგებ ვინ რა არის, ჯერ უნდა იცოდე ვინ იყო აქამდე. ეს ფილოსოფიურებში ჩამისვით. ელვა მაკვინს პირველად ვიცნობთ 2005 წლის პორშინის თასის საფინალურ ბოლაში. დინოკო 400-ზე. 400, იმიტომ რომ 400 წრე უნდა გაიარონ მრბოლელებმა. ახლა უძებ გადაგატარებთ მაკვინის პერსონალურ დოსიეს თავის სადებიუტო სეზონში. ყურადღებით მომისმინეთ, იმიტომ რომ სამომავლოდ კონტექსტისთვის დაგჭირდებათ. ამბარტავანი არის. ეგოისტი არის. ნარცისი კლინიკურად არის. ტიპს ყავს სამოძრაო ტრაილერი, რომელიც გატენილია საკუთარი მერჩით, სათამაშოებით, დროშებით, პოსტერებით. ამასთან ერთად გუნდი, რომელიც წლებია მოყვება. უბრალოდ ერთი პატარა პრობლემა. ამ ხალხის სახელიც კი არის ის. არც ერთის. ერთადერთი ტიპი არის ჰარვი, მისი აგენტი, რომელიც ისე ესაუბრება, თითქოს მე ვიღებდი ამაში ფულს. მაგრამ პრობლემა მაინც ელვაშია. ტიპი ფილმის დასაწყისში პირველი 10 წუთი თავის თავს აჯერებს, რომ სისწრაფეა. განარამე თვითმოტივაცია აუცილებელია, მაგრამ არც ტაქტიკა, არც სეტაპი, არც გუნდისთვის მოსმენა. წითელი მანქანა და მხოლოდ რწმენა. ალბათ თქვენს პირველად ხედავთ ესეთ რაღაცას, ხო? საშუალოდ 400 წრიან ნასკარის ეტაპზე მრბოლელები 4-დან 6-მდე პიტსტოპს აკეთებენ. ავსებენ აუზს და იცვლიან საბურავებს. და ამის პარალელურად როგორ შეიძლება დრო დაზოგო. თუ თქვენი პასუხი პიტსტოპში არ შესვლა აგილოცავთ, თქვენ შარლ ლეკლერის ყოფილი საბოლოო ინჟინერი ხართ 2021 წლის თურქეთის გრან-პრიზე. ელვა მაკვინი კიდევ საერთოდ სხვა სტრატეგიაში იყო. საბურავებს არ იცვლიდა და მხოლოდ საწვავს იმატებდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი გუნდი ეძახდა ახალ ბორბლებზე. მაკვინს უბრალოდ ერჩივნა თავისით წაეგო, ვიდრე სხვისით მოეგო. ხოლო რაც შეეხება Max Verstappen-ს, ნიდერლანდელი სპორტში 2015 წელს ტორო როსოთი შემოვარდა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი სპორტის ისტორიაში. უბრალოდ როგორი იყო მაშინ მაქსი? თავდაბალი 7, 35-ს გამოვაკლოთ 7, 28. მაქვს ალბათ ყველაზე ცუდ დროს მოუწია დებიუტანტობა. ტიპი ჩააგდეს ერთმანეთზე გადამტერებული ლომების სავსე გალიაში. და შემდეგ წელს, როდესაც Red Bull-ში დააწინაურეს, უკვე თვითონ ებრძოდა ამ ლომებს. ნიკო როსბერგს გადაასწრო წვიმიან ინტერლაგოსზე გარედან. იმ წელს ბრიტნი ჩემპიონი გახდა. ამ აგრესიით სტიუარდებს იმდენი საფიქრალი გაუჩინა მაქსმა, უკვე დაწერილი წესების გადახედვა და ახლიდან სპორტზე მორგება მოუწიათ. და პიროვნულად როგორია? ამბარტავანი, სულელები არ უყვარს, ბრიფინგებზე არ ერიდება კრიტიკას, ამბობს იმას, რაც ბევრს არ მოსწონს და საერთოდ არ აინტერესებს შენ მოგწონს თუ არა ეს. და კიდევ არც იმაზე დარდობს შენი სარბოლო ხაზი გექნება თუ არა ტრეკზე. ვიღაცას გვარ გახსენებთ. ეს ორი პერსონაჟი ხასიათის თვალსაზრისით თავიანთ სადებიუტო წლებში თითქმის იდენტურები არიან. ამბარტავნება, თვითკრიტიკა, რომელიც თვითგანადგურების ზღვარზეა. განსხვავება კიდევ მხოლოდ ისაა, რომ ერთი არსებობს და მეორე არა. აი, აქედან ხდება ყველაფერი უფრო საინტერესო. ორივე მათგანს საკმაოდ ადრე მოუწია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. სეზონის ბოლოში დინოკო 400-ზე 3 მანქანა ჩადის იდენტური 5013 ქულით. ვინც იგებს კიდე ის იგებს პორშინის თასს, ჩვენ რეალობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ანუ დებიუტად მაკვინს შესაძლებლობა აქვს პირველივე სეზონში გახდეს ჩემპიონი. მეორეს მხრივ ეს ყველაფერი მაქსისთვის ცოტა დაგვიანდა. იყო თუ არა მენტალურად მზად 2021-მდე ჩემპიონობისთვის, ეგ მეორე საკითხია. მაგრამ როგორც კი მანქანამ საშუალება მისცა, პირველივე შესაძლებლობაზე ბოლომდე ჩაება საჩემპიონო დავაში. უბრალოდ მაკვინის შემთხვევაში ეს ყველაფერი მართლა გასაოცარია. ხშირად მრბოლელები სპორტში მოდიან, ვითარდებიან, ძლიერდებიან. მერე ორი სეზონის მერე პოდიუმს იღებენ. შემდეგი 2 წლის მერე შეიძლება საერთოდ რბოლაც მოიგონ. და ასე შეიძლება ჩემპიონობამდე საერთოდ ვერც მივიდნენ. ნუ თუ რა თქმა უნდა ლუის ჰამილტონი არ ხარ და პირველივე სეზონში ერთი ქულით არ აგებ ჩემპიონატს ყინულის კაცთან. ხოლო თუ შემთხვევით ლუის ჰამილტონი ხართ, ძალიან გთხოვთ შეეშვათ იმ ქალს და ნებისმიერ სხვასთან ქნათ ის, რაც გაგიხარდებათ. ლუისი კარგად იყოს, მაკვინმა და მაქსმა გვაჩვენეს, რომ არა უბრალოდ მონაწილეები, არამედ ესენი არიან ადამიანები ან მანქანები. ორივე მათგანი მარცხის გემოს გაგების გარეშე ჩაება ბრძოლაში, რომელშიც წესით ჯერ არ უნდა ყოფილიყვნენ. და ყველაფერი მხოლოდ რთულდება ამის მერე. რა დისციპლინაშიც არ უნდა წავიდეთ, ტექნიკა უმთავრესი დეტალი როა მაგაზე ვთანხმდებით. ხოლო თუ ვინმე გაბედავთ და დაწერთ როგორ შეიძლება ნასკარის, სტოკქარის და ფორმულა 1-ის ბოლიდის შედარება, უბრალოდ გეტყვით რომ აქედან გახვიდეთ. და იქამდე არ დაბრუნდეთ, სანამ ფორმულა 1-ის ყველა რბოლას და მანქანების ტრილოგიას არ უყურებთ. ერთ შაბათ კვირას, ორჯერ. იმიტომ რომ რბოლა, ფიზიკა, ტანჯვა კიდე წვალება. განურჩევლად მარანელოს ქარის
კალიფორნიის გვირაბისა და არიზონას უდაბნოში რადიატორ სპრინგში ლუიჯის და გვიდოს საბურავების მაღაზიისა. ელვა მაქვინი არის მეოთხე თაობის სტოკქარი, რომელსაც კარბურატორიანი 8 ცილინდრიანი 750-დან 850-მდე ცხენისძალიანი ძრავი აქვს. არანაირი გრაუნდ ეფექტი, არანაირი დაუნფორსი. აეროდინამიკის ერთადერთი ნატამალი ის ოდნავ წაწვეტებული წინა ნაწილია, რომლითაც მანქანა პირველად ეხება ჰაერს. ეს ყველაფერი კიდევ იმას ნიშნავს, რომ ელვა მაქვინი მთლიან დამწველ ძალას იღებს მექანიკური მოჭიდების ხარჯზე, ლაითიერის საბურავებით. ან ორი რაღაცაა, რაზეც უნდა იდარდოს მრბოლებმა. ბენზინი და საბურავები. ფილმის პირველ 35 წუთში მაქვინს ორივე პრობლემა შეექმნება. ჯერ იყო და დინოკო 400-ის რბოლაზე ბორბლები არ შეცვალა ბოლო 50 წრე, რის გამოც ენით შესწრება მოუწია ფინიშზე. მერე კიდე რადიატორ სპრინგში გაქცევის მცდელობისას სადღაც უდაბნოში უბენზინოდ გაჩერდა. ისტორიის მეორე მხარეს ყავს Red Bull და Formula 1-ის ბოლიდი. ალბათ მაინც გრაუნდ ეფექტის მანქანა უნდა შევადარო, იმიტომ რომ თუ მაინც პრაიმზე ვადარებთ 23-ში იყო მაქსი ყველაზე ჩქარი. არა ნუ 22-შიც, 24-ში, 25-ში, 21-ში. მოკლედ 6 ცილინდრიანი ტურბო ჰიბრიდული ძრავი და მანქანა, რომელიც რამოდენიმე ტონა დამწველ ძალას ისე გამოიმუშავებს, რომ მისი წონა მაინც ამნიშნაა. აეროდინამიკა გაცილებით კომპლექსურია, მაგრამ საბურავები უფრო. პირელის ფერადი ნაერთები ალბათ ყველაზე კომპლექსური რგოლია Formula 1-ის სტრატეგიულ ჯაჭვში. სოფტები, მედიუმები, ჰარდები, ინტერები, საწვიმარები. ყველა საბურავი ინდივიდუალური სიჩქარით გვხვდება. ეს ყველაფერი კიდევ დამოკიდებულია ტრასის ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, საწვავის რაოდენობაზე, მართვის სტილზე, რამდენჯერ დაიწუწუნე ბალანსზე რადიოში, მთვარის ფაზებზე და კიდევ რამოდენიმე ფაქტორზე, რაც არ ამგონია ხუმრობა იყოს. მაგრამ სასაცილო არ ამგონია რამე ყოფილა. ჩვეულებრივი პარადოქსი იყო მაქსის და საბურავების ურთიერთობა მის საჩემპიონო სეზონებში. სიტუაციას აგიხსნით უცებ. მაქსი იწყებს წუწუნს რადიოში, რომ საბურავები აღარაფრად ვარ გაყინულზე დაცურავს, ახლა გასკდება, ბლა 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 და მერე 4 წრეში ფასტეს ლაპს ამოარტყავს. ყოველ ჯერზე, გადაცდომების გარეშე. საბურავები, რომლების დამთავრებულია, თურმე შეუძლია ტრასაზე უსწრაფესი იყოს. აქ შემოდის ისტორიული კითხვა. არის NASCAR-ი უფრო რთული ვიდრე Formula 1? თუ Open Wheel-ი უფრო ტვინის ბურღაა? რა თქმა უნდა, ორივე განსხვავებულია. ორივე რთულია. ორივეში მენტალურად და ფიზიკურად მზად თუ არ ხარ სტარტის აღებამდე დაგამთავრებენ. NASCAR-ი გათვლილია მაღალ მაქსიმალურ სიჩქარეზე და გაცილებით ხშირია ჯაჭვური რეაქციით გამოწვეული ავარიები. სადაც ხშირ შემთხვევაში რეაქციითაც რომ მოასწრო, მაინც აჯაფსანდალის სრულფასოვანი წევრი გახდები. შენ, ბადრიჯანი და პამიდორი. Formula 1 კიდევ უფრო სტაბილურობაზე გათვლილი აეროზე დამოკიდებული ტექნოლოგიებით გაძეძგილი შოუა. სადაც საბურავების მენეჯმენტი უფრო შეგიძლია, მაგრამ ყველაფრის მიმართ უფრო სენსიტიურია ბოლიდი. პოინტი კიდე ისაა, რომ მაქვინიც და მაქსიც ლიმიტებზე დადიან, რაც მათ ტექნიკურად შეუძლიათ. და რომელია უფრო რთული? რა მნიშვნელობა აქვს? ორივე მიწის რას აკეთებს, ორივე მარჩია ის, რაც უნდოდა რომ ეკეთებინა. ისენე და მანქანების სამყაროში NASCAR-ად რო იბადები და რალი მოგინდეს რას აკეთებ. და იმათაც ყავთ მანქანა კუზანოვი? სწორი გავუშვი? ახლა კიდე გადავიდეთ ნაწილზე, რომელსაც გოგოები წესით ყველაზე მეტად ელოდებიან. ბავშვობის ტრავმები და მენტორობა. იმის გამო რომ ავტოსპორტში, ისევე როგორც ყოველდღიურ სამყაროში შენს გარშემო მყოფ ხალხს უდიდესი ზეგავლენა აქვს შენზე, ზუსტად ეს ხალხი განსაზღვრავს ჩემპიონი გახდები თუ ცოტა დაგაგდება ჩემპიონობამდე. ამ ორ შორის კიდე ძალიან დიდი უფსკრულია. ელვა მაქვინი ფილმის პირველ ნაწილში ნამდვილად ვერ დაიკვეხნის მის გარშემო შეკრებილი მანქანებით. ფილმის დასაწყისში ვისწავთ ჰარვის, ელვას აგენტს. უბრალოდ იმდენად ცოტა სკრინ ტაიმი აქვს მის ზარებს, ვერაფერს ვიგებთ. კარგი აგენტია? არ ვიცით. ერთგულია? არც ეგ. იქნება ჭირში და ხიში მასთან ერთად? მე საიდან უნდა ვიცოდე. ჰარვის მერე უკვე ვისწავთ მაქს, მის სატვირთოს. ტრაილერს, რომელიც მრბოლელს მთელ ქვეყანაში დაატარებს. იმის მიუხედავად დაღლილია თუ არა, შორია თუ არა. უბრალოდ ერთად დადიან ყველგან. თქვენ ყავთ ადამიანი, ვინც მთელ ქვეყანას გადაივლის თქვენს გამო? მეტაფორულად და ემოციურად არ გეუბნებით. ლიტერალი ადგება და მთელი ღამე ივლის, იმისთვის რომ თქვენ მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილას. თუ ვინმე ამ ტრილოგიაში დაუფასებელი, ერთ-ერთი არის მაკი აუცილებლად. და მოვედით გენიამდე. დოკ ჰადსონ ჰორნერი. სამგზის პორშინის თასის გამარჯვებული, პენსიაზე ძალით გაყვანილი მრბოლელი, რომელიც რადიატორ სპრინგში გადაცხოვრდა და ხაშურის მოსამართლე გახდა. რა არის იმაზე მაგარი სცენარი, რომელშიც ახალგაზრდა ამბიციური მრბოლელი უვარდება ადამიანს, რომელსაც ზუსტად ასეთი ხალხი ეზიზღება. დოკი აკეთებს ყველაფერს, რომ არ დაეხმაროს ელვას. სიცოცხლეს უმწარებს, გზას აგებინებს, მაგრამ ბოლოს მაინც ეხმარება. იმიტომ რომ თავის თავს იცნობს ბაქვეიში 20 წლით ადრე. ტალანტი, ამბიციური, ტიპი, რომელსაც უბრალოდ ჯერა რო ყველაზე მაგარია და ამ ყველაფრის მერე ხდება მისი მენტორი. ასწავლის რას, რომ ადამიანობა და ამ შემთხვევაში მანქანობა სისუსტე საერთოდ არაა. და იმას კიდე საკმარისად მარცხნივ თუ მოუხვევ მარჯვნივ რო წახვალ. და ამასთან ერთად ჰადსონი მაქვინს ბენზინ გასამართ სადგურზე არ დატოვებს ცუდი რბოლის მერე. განსხვავებით ვიღაცის მამისგან. მაქსის ეკოსისტემა გაცილებით უფრო სახელოვანი ხალხისგან შედგება. მამამისი იოსი, ყოფილი Formula 1-ის პილოტი, რომელსაც არასდროს არაფერი მოუგია. საშუალო სისწრაფე, საშუალო ნიჭი. მამა იოს უბრალოდ უნდოდა ის, რომ მიშულს მიეღწია იმისთვის, რაც თვითონ ვერ შეძლო. ძალიან ლამაზი ისტორია გამოვიდო და ის ფაქტი რო არ ვიცოდეთ, რომ ცემ და სახლისკენ მიმავალ გზაზე პატარა მაქს. ასევე ის, როგორ გამოუწერეს შემაგავებელი თავისივე მშობლებზე და როგორ დატოვა პატარა ბავშვი ბენზინ გასამართ სადგურზე. ამას დაუმატეთ ჰელმუტ მარკო, Red Bull-ის ტალანტების მაძიებელი და მრჩეველი. ტიპი, რომელსაც Red Bull
Bulls junior პროგრამა ებარა. ტიპი, რომელიც ჰაერში და შუა სეზონში ანაცვლებდა მრბოლელებს. არანაირი ემოცია, გააკეთე, არა და კარგად იღავი. აგერ კაც 4 ჩემპიონის ტიტული და 70-ზე მეტი გამარჯვება აქვს ფორმულა 1-ში. ანუ ეს სწორია? კარგია? ბავშვი ესე უნდა გავზარდოთ? საბედნიეროდ არ ვიცი და ვერც გეტყვით. მე აქ ავტოსპორტზე ვლაპარაკობ. მენტალური ქოუჩები კიდე ჩემი ვიდეოს ქვემოთ რეკომენდაციებში ახევენ კლიენტებს ფულს. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ადამიანობამდე და მანქანობამდე დადის. პირველი ნაწილის ბოლოს, როდესაც მაკვინს ყველაფრამდე რაც ასე ძალიან უნდა და ერთი ნაბიჯი აშორებს, უბრალოდ ჩერდება. უგუსლაში გადადის და დამტროულ კინგს აფინიშებინებს ბოლას. დინოგოს სპონსორობა ვერტფრენები, ლურჯი ფერი. ვერ მოიგო რბოლა, ვერ გახდა ჩემპიონი. ეს ყველაფერი კიდევ იმიტომ, რომ რადიატორ სპრინგში გატარებულმა რამოდენიმე კვირამ მთლიანად შეცვალა. ისწავლა ის, რაც ჩიქს არასდროს უსწავლია. ის, რომ მოგება ყოველთვის მოგებას არ ნიშნავს. ახლა კიდევ კონტრასტისთვის გადავიდეთ 2022 წლის ბრაზილიის გრან-პრიზე. ბოლო წრეზე მაქს ვერსტაპენი იღებს დირექტივას, რომ ჩეკო გაატაროს და მე-6 ადგილზე დააფინიშებინოს რბოლა. მე-6-ზე, ანუ თვითონ მე-7-ზე. იმის გამო რომ ჩეკო გახდეს ვიცე-ჩემპიონი. უკვე გაჩემპიონებული მაქსი გუნდის მითითებას იყიდებს და რადიოში აქეთ ლანძღავს. არ ვიცი გუნდში რა ხდებოდა და დიდი ალბათობით ვერც ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ მე ჩემი სათქმელი გითხარითო ასე მიაძახა მაქსმა. I gave my reasons and I stand by it. ტიპი, რომელიც გამარჯვებაზე უარს ამბობს და მის კონკურენტს ეხმარება, რასაკურველია დათმობდა ადგილს, მაგრამ ამან არ გააკეთა. მე არ გეუბნებით, რომ რომელიმე სწორია. მე გეუბნებით, რომ მათ შორის განსხვავებაა. მე მიგითითებთ მათ ტრამვებზე და იმ ხალხზე, ვინც ეს ყველაფერი მიაყენა. ის ხალხი კიდე, ვინც კუთხეში გყავთ, იმას კი არ განსაზღვრავს, რამდენად სწრაფები იქნებით. სწორედ მაშინ ამოტივტივდებიან, როდესაც კითხვას სისწრაფე კი არა, თქვენი მოქმედება იქნება. რადიატორ სპრინგსმა მაკვინს მისცა რაღაც. იოსმა და ჰელმუტმა მაქს მისცა რაღაც. ორივე მიმუშავა, ორივემ ჩემპიონი გაზარდა. კითხვა კიდე ისაა, რომელმა გამოზარდა უკეთესი ადამიანი. ეს ჩემ კომპეტენციას ცდება და ეჭვმა თქვენსასაც. ახლა უფრო საინტერესო დეტალზე, ფულზე გადავიდეთ, რადგან ავტოსპორტი მის გარეშე არაფერია. ამის გამო თამაში შემოდიან სპონსორები. ხალხი, რომელიც შეიძლება სულ არ გეხატებოდა გულზე და დიდი ალბათობით არც იმას ამოძდით თქვენზე მზედამთვარე. უბრალოდ საქმის ნაწილია. ელვა მაკვინის მთავარი სპონსორია ჟანგის მომხსნელი საშუალება რასტიზი. ფრაზით შემოგიტია ჟანგმა? ინვალება დაგეკარგათ? შეიძინეთ ანდე ჟანგი. გამარცხებს ერთი წასმით. ელვა მაკვინი არის სპორტის ამომავალი ვარსკვლავი. დებიუტანტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი ხდება. ნებისმიერი კომპანია სულს გაყიდის ერთი სტიკერის გამო მის კაპოტზე. მაგრამ მაინც ქიმიური ოქსიდის მომხსნელი სითხე ამშვენებს მის ძრავსახურს. მაკვინმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. რწყვენია ყველაფრის, მაგრამ ფული აუცილებელია. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ კომპანიასთან რამენაირად აიგივებენ, აშკარად არ გზნობს თავს კარგად. ის ხომ საუკეთესოა. ის ხომ დინოკოს სპონსორშიპს იმსახურებს და არა ჟანგის მომხსნელს. რასტი და დასტი ძმები არიან, რომლებიც ენთუზიაზმით ეკიდებიან ავტოსპორტს და თავიანთი პროდუქტის გარეკლამება უნდათ. კალიფორნიაში შვარცენეგერი მოვიკითხე. შინდაძეკი მანეჩახვა. მართლა გულით არიან საქმეში ჩართულები და ეს ყველაზე კარგად მესამე ნაწილში ჩანს. სადამდე მიაღწიეს ერთი უბრალო ჟანგის საწინააღმდეგო პროდუქტით. სტერლინგზე რო გაყიდეს კომპანია. მეორე მხარეს კიდევ მაქსი და რედბული გვყავს. დუო, რომელიც იმაზე დიდი ხანია ერთადაა ვიდრე ბევრი შვილიანი წყვილი. რედბული კომპანია, რომელიც გვერდში უდგას ყველაფერ ექსტრემალურს და ხანდახან ენერგეტიკულებსაც ყიდის ხოლმე. 17 წლის ასაკში ამ გუნდს მოყავს მაქსი და აძლევს ქვედა გუნდში ადგილს. 18 წლის ასაკში კიდევ მთავარ გუნდში გადაყავს. დღეს კიდევ მთლიანი მაქსის პერსონალიტი მუქ ლურჯ ფერზე და ხარებზეა მორგებული. ყველგან რედბულის მერჩი დადის. სტრიმებზე პატარა მაცივარი უდგას უკან. GT3-ის მანქანა ხარების ლივერით არის გაწყობილი. თანამის წინააღმდეგის არ ჩანს. და რა არის განსხვავება? პრემიუმ ცნობილი ბრენდი შენი მოგზაურობის პირველივე დღიდან შენთან როა და ნაკლებისა ჩალიჩო გაქვს სპონსორებზე. უკეთ აკეთებ შენ საქმეს? მაკვინი პირველი ნაწილის ბოლოს, რასაც ქვია, გამოიმუშავებს დინოკოს კონტრაქტს, მაგრამ მაინც თავის გუნდთან დარჩა. ის რისთვისაც სახე გაიძრო, ფილმის ბოლოს თვითონვე უარყოფს. გამარჯვებას იმ ხალხთან უფრო კარგი გემო აქვს, ვისთან ერთადაც გაჭირვება გამოიარა. ეხლა პიტულზე გადავიდეთ. იმიტომ რომ რბოლელი არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილი თუ გამოგონილი, არაფერია გუნდის გარეშე. დოკის მერე მთავარი ინჟინერობა ჟანგიანმა ბუქსირმა შეითავსა. ახლა მე მეტერი უნდა ვეძახო პერსონაჟს, რომელიც მთელი ჩემი ბავშვობა მერაბი იყო, ისევ მერაბია. მერაბი, სმულება, ოღონდ თქმილი არა. მაკვინის უახლოესი მეგობარი და ემოციური ცენტრი მთლიანი ფრენჩაიზისთვის. ტიპი, რომლის მთლიანი ტექნიკური სარბოლო ცოდნა ინსტინქტებზეა დამოკიდებული. მანქანები ორში, ნაწილში, რომელიც მაყურებლებს ასე ძალიან არ მოსწონთ და დღემდე ვერ ხვდები რატო, მერაბი ხდება მთავარი პერსონაჟი, როდესაც სრულებით შემთხვევით აგენტურ საქმეში ერთვება. სოფლიო გრან-პრის 3 ეტაპის პარალელურად. რბოლები, რომლებიც ტოკიოში, გამოგონილ ქალაქ პორტო-კორსაში, რომელიც მონაკოა და ლონდონში იმართება. ტრილოგიის პირველ ეტაპზე ტოკიოში მერაბის რადიოხაზი ორ ნაწილად იყოფა. წამოყრანტალების შედეგად მაკვინის სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს და ფრანჩესკო ბერნულის გაატარებს. ამის გამო წააგებს მაკვინი რბოლას და ცოტახნით მეგობარსაც. მართლა ძალიან უნდა მოინდომო იტალიელ ფორმულას მანქანასთან სტრატეგიის გამო რო წააგო. მაქსის სარბოლო ინჟინერი ჯამპიერო ლამბიასია. GP. ადამიანი, რომელიც მაქს მოყვება დებიუტიდან და ერთად გამოიარეს ყველაფერი. ჩვეულებრივი ხელოვნება ამ ორის რადიოების მოსმენა. მაქსი იწყებს რადიოში წუწუნს, რომ მანქანა არ მუშაობს,
არ დადის, GP ისმენს, აანალიზებს, რაღაცებს აკეთებს და მერე მანქანა დადის. ალბათ იდეალურობასთან ყველაზე ახლო ინჟინერ მრბოლელის დუოს თუ ჩამოვთვლით, მაქსი და GP აუცილებლად სიის დასაწყისში უნდა ჩავსვათ. ასე რბოლის წამგების სტრატეგიული შეცდომა არ მახსენდება, არც მე და არც იმ ხალხს, ვინც ტექსტის წერის დროს მოვიშველია. მსოფლიო გრან-პრის ხსენებისას აუცილებლად უნდა გადავიდეთ მულტიფუნქციურობაზე. ელვა მაკვინი, როგორც უკვე გითხარით, არის NASCAR-ის სტოკ-კარი, სპეციალურად გამზადებული ოვალებისთვის, მაგრამ მეორე ნაწილის დასაწყისში სერ მაილს აქსელბროდის მიერ დაორგანიზებულ მულტიკლასურ რბოლაში ერთვება. თვითონ NASCAR-ის მანქანაა და ებრძვის ფორმულას ფრანჩესკო ბერნულის, რალის რაულ სარულს, ლემანის პროტოტიპებს კარლა ველოსოს და შუტ ოდოროკის და GT მანქანა ლუის ჰამილტონს. მაკვინი როგორ გადაკეთდა იკითხავთ ალბათ ამ ჩემპიონატისთვის. სპოილერი გამოიცვალა და დოკის რალის სკილები გაიხსენა. ფორმულა 1-ის ჩემპიონი მაქსი უკვე საკმაოდ ხშირად ჩანს მულტიკლასურ რბოლებში თავისი GT3-ის გუნდით. Sim Racing-ის პარალელურად გამოდის, ერთობა, სიამოვნებას იღებს. უბრალოდ განსხვავებით მაკვინისგან, მაქსი საერთაშორისო საწვავის სკანდალში არ ეხება, რომლის უკანაც ამავე რბოლის ორგანიზატორი და ავტობის მაგნატი დგას. არ იქნებ ყველაფერი დროის საკითხია. ვიდეოს განმავლობაში გავიარეთ ტაქტიკები, შევადარეთ მანქანები, პერსონალიტები, ტრავმები, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება. საქმე ყველას გვაქვს, მაგრამ მის გარეთაც ვარსებობთ. კარიერის სტარტზე ერთი შეხედვით მაკვინიც და მაქსიც ხელშეუხებედი, აგრესიული და ქედმაღალი ტიპები იყვნენ და ალბათ რაღაც დონეზე ესეც საჭირო იყო. უბრალოდ დროთა განმავლობაში ყველაფერი დაალაგდა. ელვა მაკვინი ფილმის დასაწყისში გვევლინება როგორც ამომავალი პროსპექტი. ადამიანი, რომელიც სპორტს გადადგამს. საფინალო რბოლის წინ აგენტი ჰარვი უსვამს შეკითხვას, თუ რომელ მეგობრებს გაუგზავნოს კალიფორნიის რბოლის ბილეთები. ვერავის ვერ გაუგზავნის, რადგან იმ მომენტში გარშემო არავინ არ ყავს მაკვინს. მაგრამ მერე რადიატორ სპრინგსი მოხდა მის ცხოვრებაში. იქ გაიცნობს ხალხს, რომელსაც საერთოდ არ ადარდებს რამდენი თასი ექნება მაკვინს. ისინი რბოლებში ხედავენ პიროვნებას, რომელთან ერთადაც ბედნიერები არიან. მაქსი ერთი შეხედვით როგორიცაა კი ვიცით. თუმცა საკმარისია უბრალოდ ერთი ინტერვიუ ან კადრს მიღმა კლიპები ნახო და სრულებით შეგეცვლებას წარმოდგენა. ისე დაალაგდა სიტუაცია, რომ მაქსი დღეს გრიდზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მრბოლელია და ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ დებიუტანტებს იმის გამოვლა არ მოუწიოთ, რაც თავის დროზე თვითონ გამოსცადა. ახლა წარმოიდგინეთ 2016 წელს ჩემპიონობისთვის მაძიებარი რომელიმე პილოტი დებიუტანტს რო დაემტრია. გაიხსენეთ რა მოხდა კიმი მაქსი რო დაამტრია ავსტრიაში? მის გარშემო ხალხი მაქსს ყოველთვის სახალისო, მეგობრულ და ერთგულ ადამიანად ახასიათებს. უბრალოდ ეს წრე საკმარისად პატარაა, რაც სრულებით ნორმალურია. ყველასთან ერთნაირად მეგობრული ვერ იქნები, რაც ასევე იდეალურად ჩანს მაკვინის შემთხვევაშიც. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოოდ მაინც რიცხვებამდე მივდივართ. და თუ არ იცით, არსებობს ვიკი, სადაც დღემდე ყველა პორშინის თასის გამარჯვებულს წერენ. ასე რომ შემიძლია იგითხოთ, რომ ელვა მაკვინი გახლავთ 7 გზის პორშინის თასის გამარჯვებული. ერთადერთი მანქანა კიდე, ვინც პრაიმ მაკვინის დამარცხებას შეძლო, ვინდფორდ, ბრედფორდ, რუტერფორდი იყო. ზედიზედ 4 მოგებული ტიტული კიდევ მანქანების სამყაროში რეკორდია. 91 გამარჯვებას და ერთ სეზონში მოგებული 20 რბოლაც. მეორე მხარეს კიდევ მაქსია, რომელიც 4 გზის მსოფლიო ჩემპიონია, 79+2 მოგებულ გრან-პრისთან ერთად, მაგრამ აქვს ერთ სეზონში წამოღებული 19 გრან-პრი. უბრალოდ თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, ნახავთ, რომ მაქს თავისი ჩატარებული გრან-პრების მესამედი აქვს გამარჯვებით დასრულებული, ხოლო ელვა მაკვინის შემთხვევაში ეს მხოლოდ 20%-ია. რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს. რომელი ჯობია? ელვა მაკვინი, Pixar-ის გამოგონილი პერსონაჟი, NASCAR-ის ლეგენდა, სამნაწილიანი ტრილოგია, თუ 4 გზის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი. რომელი ჯობია? პასუხი ცალსახა. ორივე ტოქსიკურია, ორივე გენიალურია თავის საქმეში. ორივემ დაუმტკიცა ყველა ზის, რისი კარიერის სტარტზე მხოლოდ თავს ჯეროდათ. საუკეთესოს გამოსავლენად საერთოდ არაა აუცილებელი მათემატიკა, რიცხვების მიმატება, გამოკლება, მაიმუნობა. უკეთესი ისა, ვინ შენ მოგწონს და საერთოდ არაა აუცილებელი ვინმე ამაში დაგეთანხმოს. საყვარელ მრბოლელს შენ არ ირჩევ. თავის დაუნებურად მიხვდები, ვის უნდა უგუშემატკივრო. როგორ? არ ვიცი. რომელია საუკეთესო, არც ეგ არ ვიცი. ორივე ძალიან მიყვარს. ორივეს დიდი სიამოვნებით ვაკოცებდი შუბლზე და დავემშვიდობებოდი. თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ. აბა, ჰეთ, აბა, ჰოთ.